მე მინდა რომ გასწავლოთ აი ამ მაისურს როგორ შევუცვალოთ ფერი. დაახლოებით იგივეს ვაკეთებთ, რაც თვალს გავუკეთეთ. ოღონდ ამ შემთხვევაში აი ფენთულის ტექნიკის ფლობა ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ესეთ დროს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ Photoshop-ში გვაქვს Quick Selection თული, სწრაფად მოსანიშნი თული. ამ შემთხვევაში ეს ბავშვებო არის ძალიან ხარისხიანი ფოტო და პიქსელების გარჩევადობა უფრო მაღალია რა, უფრო კარგად შეუძლია Photoshop-ს, რომ აი ეს პიქსელები გაარჩიოს. თუმცა, აქაც იცით რამდენი დეფექტია? აი გაჩვენებთ ახლა. Quick Selection Tools როცა ირჩევთ და უბრალოდ მაისურს ეხებით და გადაატარებთ, ნახავთ რომ მაისურს მონიშნავს და თუ მერე Alt-ის ღილაკს დააჭერთ, აი ზედმეტ მონიშნულებსაც წაშლის. მაგრამ როგორც ხედავთ, თლად ისეთი ზუსტი არ არის, როგორც ფენთულით მონიშნული. ამას მოწმობს, აი ნახეთ ეს ადგილიც რა. აი ამ Quick Selection Tools ზომას ვაპატარავებ. აი ამ ნიშნულიდან size-ს ვუწევ, კიდე დავუწევ. და აი ვეცდები რომ მაისურის ეს უკანა ნაწილი მოვანიშნინო. თუმცა თქვენ როგორც ხედავთ, ზუსტად არ მინიშნავს, აი ზუსტად კიდეში და კუთხეში რომ მინდა, აი ეს წვეტი რომ მინდა აქ, ამ წვეტს ეს ვერ გამიკეთებს. ამიტომ გეუბნებით რომ ისწავლოთ კარგად ფენთულის გამოყენება. აი ესეთ მომენტებში ბავშვებო ფენთული არის შეუცვლელი. იმიტომ რომ მე ამ ნაწილში შემიძლია იდეალურად შევიდე. და ჩემი ნამუშევარი იყოს სუფთაზე სუფთა. ეხლა უცებ შევალ და გაჩვენებთ, რასაც გულისხმობ. და თუ თქვენც მომყვებით, ძალიან კარგი იქნება. აი ამ დეტალს გულისხმობ, აი ამ წვეტს, რაც ეხა გამიკეთა ფენთულმა, აი აქ და შემომასაზღვრინა მაისური ზუსტად იმ ნაწილში, რა ნაწილშიც მინდოდა, ვერც ერთი Quick და Make Selection თულები ვერ აკეთებენ. ჩემ შემთხვევაში ძალიან გვიან მივეპარე ფენთულს, თქვენ შემთხვევაში კარგია რომ ეხლა ისწავლით ამას და ჩემსავით დროს არ დაკარგავთ.